გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. ახალი ვიდეოთი და თავგადასავლით დაგიბრუნდით და ამ ვლოგში თქვენ ნახავთ ძალიან ლამაზ და საინტერესო კადრებს ჩვენი მოგზაურობიდან. მაგრამ მოდი ყველაფერი დავიწყოთ სულ თავიდან. იქიდან საიდანაც იწყება ჩვენი მოგზაურობა და ეს არის ჩვენი ქალაქი და ჩვენი შტატი, სადაც ცხოვრობთ ჩვენ. ჩვენ ცხოვრობთ ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ქალაქ შარლოტში და ეს არის ჩვენი უბანი. სწორედ აქედან იწყება ჩვენი მოგზაურობა და მინდოდა რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა ეს კადრები. გადავწყვეტეთ რომ წავსულიყავით სანაპიროზე და რა თქმა უნდა თქვენც წაგვეყვანეთ ჩვენთან ერთად. ასე რომ დავიწყოთ. წინა დღეს დავიწყე რა თქმა უნდა ყველაფრის გამზადება და ჩალაგება, მაგრამ ეს ჩემოდანი შემდეგ შეიძლება რადგან არ ჩამეტევა ყველაფერი რისი წაღებაც მინდოდა და აქ უკვე ცალკე გავავზადე ჩანთა თავის მოვლის საშუალებებით, რომელიც თან უნდა წამეღო რა თქმა უნდა და მეიქაპის ჩანთა უკვე ცალკე მქონდა გამზადებული. და ასე დავადგეთ 3 საათიან გზას. როგორც ხედავთ, მშვენიერი ამინდი იყო. ძალიან მღელავდი ამასთან დაკავშირებით, რადგან რაღაც შტორმი იყო გამოცხადებული, მაგრამ მშვენიერი ამინდი დაგხვდა და რამდენჯერმე სხვათა შორის სასტუმროშიც დავრეკე და გადავამოწმე ინფორმაცია, ხომ უსაფრთხო იყო ჩვენი იქ წასვლა და ასე ჩამოვედით ძალიან ლამაზ ადგილას. ეს არის ჩვენი სასტუმრო. ეხლა შევალთ და დავჩექინდებით. შესვლისთანავე ძალიან თბილად და კარგად დაგხვდნენ მომეწონა სიტუაცია და ეხლა გაჩვენებთ რა მომეწონა ყველაზე მეტად. ეს არის ჩვენი სასტუმრო. კი, აი ზუსტად ეს შუაში რომ არის მოქცეული შენობა. ეს კი ხედი ჩვენი სასტუმროდან. რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ხომ წარმოგიდგენიათ ყოველდილას ესეთ საოცარ მზის ამოსვლას რომ უყურებ, რა საოცარი იქნება. მალევე გავედით სანაპიროზე, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო რომ ადიდებული იყო ტალღები, ხალხს შიგნით არ უშვებდნენ, ამიტომ დიდხანს არ გავჩერებულა. უბრალოდ დავტკბით ოკეანის ყურებით, თოლიების ყურებით და ნიჟარების შეგროვებით და შემდეგ გადავინაცვლეთ უკვე სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც მართა ძალიან კარგად გაერთო. მოვედით თევზის რესტორანში. გავსინჯოთ აბა. ამასობაში მოგშვდა კიდევაც და მოვედით ზღვის პროდუქტების რესტორანში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე კარგი რევიუ და სხვათა შორის არ შემცდა რა. Google და არც ხალხი და არც ჩვენ, იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი კერძები იყო ყველაფერი რაც დავაგემოვნეთ, ამიტომ ამ რესტორანს ძალიან დიდი რეკომენდაცია თუ კი აქეთ ოდესმე მოხვდებით. სხვა ძალიან ახლოს არის მოსული. იმიტომ რომ რაღაც ქარიშხალს ვნოდებიან, მაგრამ როგორც გონებიან არ არის საშიში და იმედი მაქვს რომ მართლა არ არის. აი მაითა გოგო. სანამ სრულიად დავნელდებოდა, გადავწყვეტეთ რომ დრონი აგვეფრინა და ლამაზი კადრები გადაგვეღო. მოდი ახლა პატარა ჭრა გავაკეთოთ ვიდეოში და დავტკბეთ ამ ულამაზესი კადრებით და გავაგრძელოთ. გათენდა ულამაზესი მეორე დღე. ამინდი იყო არაჩვეულებრივი, როგორც ხედავთ და ჩვენც გავემზადეთ ნელ-ნელა, რომ საუზმის შემდეგ წავსულიყავით უკვე სანაპიროზე. ბევრი დროც გქონდა და გვინდოდა რომ რუჯიც მიგვეღო, მე და გიოს და მართას კი რაც შეიძლება მეტი ნიჟარა შეეგროვებინა. დავშთელობა. აი ჩვენი სასტუმრო. ეს თუკე სანაპიროა.
მოგვიანებით კი გადავწყვიტეთ წავსულიყავით აკვარიუმში, რომელიც ამ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტურისტული ზონა არის, რომელიც ასევე დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით, სადაც თავმოყრილი არის დაახლოებით 14,000-მდე ზღვის ბინადარი და არა მარტო. აქ კადრში ხედავთ თქვენ პინგვინებს, რომლებიც მე პირადად ძალიან შემეცოდნენ, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ, მათთვის შესაფერისი ტემპერატურა არის შექმნილი, ეს არ არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ძალიან დამძიმებულად ვიგრძენი თავი. ესეთი გვირაბი გადიოდა, სადაც ბავშვებს შეეძლოთ, რომ უფრო ახლოდან ენახათ პინგვინები, მართა ძალიან გაბედნიერდა და არა მარტო როგორც ხედავთ ძალიან დიდი რიგი დგას ბავშვების. თან კი გადავინაცვლეთ გვირაბში, რომელიც არის 330 მეტრის და ესე ქვემოდან შეგიძლიათ დაინახო წყლის ბინადრები, მათ შორის ესეთი პატარა ზომის ზვიგენები, რომლებიც საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდნენ, თან გარემოც რაღაცნაირი ეს ჩაბნელებული, რა თქმა უნდა, ეს თვითონ წყლის ბინადრებზეც ზრუნავენ, მაგრამ რაღაცნაირად მისტიური გარემოა. ეს ყველაფერი თან საინტერესო იყო და თან სევდიანი ერთდროულად. ამ აკვარიუმში გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დაათვალიერო წყლის ბინადრები, ასევე შეგიძლია რომ ისინი გამოყვება. რაღაც გარკვეულ თანხას იხდი, გადლევენ პატარა თევზებს და შეგიძლიათ თან შეეხო და თან გამოყვება. მართა და გიორგი ძალიან კარგად გაერთნენ და ძალიან კარგად აითვისეს ეს აქტივობა. ბოლოს მოეფერდნენ კიდევაც, მე პირადად ვერ შევძელი შეხება. უბრალოდ შემეშინდა, არ ვიცი რატო არა და ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. დაახლოებით ჩვენი 3 საათიანი აკოპნის შემდეგ გადავინაცვლეთ სუვენირების მაღაზიაში, სადაც შევიძინეთ ნივთები, რომლებიც აქაურობას და აქაურ მოგონებებს გაგვახსენებდა და სასტუმროსკენ დავბრუნდით, რადგან იწყებოდა მზის ჩასვლა. მე კი ლამაზი ვიდეოების და ფოტოების გადაღება მინდოდა და ამ მომენტს ვერ გამოვტოვებდი. თქვენ კი მადლობა ყურადღებისთვის, გიტოვებთ ლამაზ კადრებს და შემდეგ ვლოგამდე გემშვიდობებით.